Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad amma ba'd. Assalamu alaykum, მოგესალმებით. ოჯახში დაიბადა მარხვის პერიოდში ბავშვი და ამ ბავშვის ფიტრაც უნდა გააუცეთ თუ არა. რა თქმა უნდა, ფიტრა სხვა ღვთისმსახურებისაგან განსხვავდება, მაგალითად მარხვა რომ სავალდებულო გახდეს, აუცილებელი არის, რომ ის უნდა იყოს მუსლიმი, უნდა იყოს ზრდასრული ისლამის მიხედვით, გონებაში ზღუდული არ უნდა იყოს და უნდა იყოს ჯამრთელი. რომ სავალდებულო გახდეს მარხვა, მაგრამ ფიტრა ასეთნაირად არ არის. ფიტრა რომ სავალდებულო გახდეს, თავარი არის ოჯახის წევრები უნდა იყვნენ მუსლიმები. და მაგალითად პირობითად ავიღოთ, ხვალე რო იყოს რამაზან, ბაირამი, დილის ლოცვის დრო დგება 5 საათს, მაგალითად 5 საათზე დილის ლოცვა რო იყოს, დილის ლოცვის დადგომამდე თუკი ოჯახში შეეძინებათ ბავშვი დაიბადება, იმ პატარა ბავშვის ფიტრაც უნდა გაიცეს. ანუ ისლამი როგორ უყურებს, აი მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ მარხვამდე დაიბადება, მარხვის პერიოდში, თქვათ შუა რიცხვებში თუ ბოლო რიცხვებში არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო ზღვარი რომ ფიტრა გაეცეს, ბაირამის დღე რა დღესაც არის, დილის ლოცვის დრო სანამ დადგება, მანამდე თუ ოჯახში დაიბადება ბავშვი, იმ ბავშვის ფიტრაც უნდა გაეცეს. რამაზან ბაირამის შემდეგ, ანუ დილის ლოცვის დადგომის შემდეგ რო დაიბადოს, სავალდებულო აღარ ხდება. Assalamu alaikum.